1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 3 წლის განმავლობაში მოპოვებული დამოუკიდებლობა დაკარგა საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად. ეს თარიღი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და ტრაგიკული ფურცელია, რადგან მან ქვეყანა თითქმის 70 წლის მანძილზე საბჭოთა იმპერიის ნაწილად აქცია. ამ ფატალურ მოვლენებს წინ უძღოდა ბოლშევიკური რუსეთის მიერ საგულდაგულოდ და მზაკვრულად შემუშავებული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ საქართველოს ოკუპაციას, არამედ მის ინკორპორაციას ახლად შექმნილ საბჭოთა კავშირში. იოსებ სტალინის საიდუმლო არქივებიდან მოპოვებული უტყუარი დოკუმენტები ნათლად ადასტურებს, თუ როგორ ემზადებოდა მოსკოვი ამ თავდასხმისთვის და როგორ განიხილავდა საქართველოს ტერიტორიების მეზობელ თურქეთთან გადანაწილების შესაძლებლობას, რაც რეგიონში გავლენის სფეროების დადგენის მცდელობა იყო. (1920 წლის 7 მაისს) მოსკოვში გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულება საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის, რომლითაც რუსებმა საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა და დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა, მხოლოდ დროებითი ტაქტიკური ნაბიჯი იყო. ამ ხელშეკრულების რეალური მიზანი იყო საერთაშორისო საზოგადოების თვალის ასახვევად და ქართული მთავრობის სიფხიზლის მოსადუნებლად შექმნილი ილუზია. ამ დროს ბოლშევიკური რუსეთი პოლონეთთან ომში იყო ჩართული და საქართველოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციებისთვის საკმარის რესურსებს არ ფლობდა. ამიტომ მშვიდობიანი თანაცხოვრების დეკლარირება რუსეთისთვის დროის მოგების საშუალება იყო. კრემლის კულისებში კი ამ სამშვიდობო ზავის მიღმა აქტიურად მზადდებოდა ფარული გეგმები. ეს მოიცავდა ბორჩალოელ მუშათა აჯანყების ინსცენირებას და პრობოლშევიკური შულავერის რევოლუციური კომიტეტის რევკომის შექმნას. ეს ხელოვნურად შექმნილი სტრუქტურები შემდგომში საქართველოს გასაბჭოების საბაბად იქცეოდა. თითქოს და ქართველი ხალხის ნებას გამოხატავდა. სამშვიდობო ხელშეკრულება სტალინის სიტყვებით მხოლოდ ლეღვის ფოთლის ფუნქციას ასრულებდა, რომელიც ბოლშევიკური რუსეთის ნამდვილ აგრესიულ ზრახვებს ფარავდა. 1920 წლის გაზაფხულზე რუსეთი, როგორც უკვე აღინიშნა, არ ფლობდა საკმარის ძალას. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ოკუპაცია გაცილებით ადრე მოხდებოდა. თავად სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის წინა პროცესებმა კი ცხადყო ბოლშევიკების გაიძვერობა და ორპირობა. ეს ფაქტები კიდევ ერთხელ მტკიცდება სტალინის არქივში დაცული საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებიც მათი სტრატეგიის სიღრმესა და მზაკრულობას ამჟღავნებს. 1920 წლის 16 ნოემბერს ვლადიკავკაზიდან ლენინისთვის გაგზავნილ საიდუმლო შიფრ დეპეშაში სტალინი ღიად და ცინიკურად წერს საქართველოს ოკუპაციის აუცილებლობაზე. ის აღნიშნავს, რომ არსებული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ახლავე მოვახდინოთ საქართველოს გასაბჭოება და ჩვენი ჯარი ზაქათალასთან გადავიყვანოთ, რათა ხელსაყრელი საბაბის შემთხვევაში დავიძრათ ტბილისის შემოვლით. ეს დეპეშა ცალსახად ადასტურებს მოსკოვის ნამდვილ დამპყრობლურ ზრახვებს. სამშვიდობო მოლაპარაკებების მიღმა საქართველო განხილული იყო როგორც საბჭოთა გავლენის ქვეშ მოსაქცევი ტერიტორია, რომლის ანექსია მხოლოდ დროის საკითხი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ 1920 წლის 22 ნოემბერს სტალინი საგარეო საქმეთა სახალხო კომისარ გიორგი ჩიჩერინს, ასლის სახით კი ვლადიმერ ლენინს უგზავნის კიდევ ერთ საიდუმლო დეპეშას. ამ დოკუმენტში ნათლად არის გადმოცემული რუსეთის ორმაგი თამაში რეგიონში, განსაკუთრებით თურქეთთან მიმართებაში. სტალინი აფრთხილებს, რომ ბურჟუაზიული საქართველოს დახმარება არ უნდა განხორციელდეს ანტანტის, პირველი მსოფლიო ომის გამარჯვებული სახელმწიფოების ბლოკის მეშვეობით. განსაკუთრებით თუ ანტანტა ბათუმის დაკავებას საქართველოს დახმარების საბაბად გამოიყენებს. ის აღნიშნავს, რომ ლოზუნგი საქართველოსთვის ნიშნავს
თურქეთის წინააღმდეგ კომბინაციებს, რასაც უეჭველია ცდილობს ანტანტა, რათა ჩვენ დაგვაპირისპიროს თურქეთთან. ამავე დეპეშაში სტალინს მოჰყავს გასაბჭოებული აზერბაიჯანის მეთაურის ჰუსეინოვის ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც საქართველოში თურქების შემოტევის გამო დიდი შეშფოთებაა, ხოლო ნოე ჟორდანიამ საქართველოს მაშინდელმა მთავრობის თავმჯდომარემ გულახდილად აღნიშნა ინგლისის მიერ სომხეთის გაყიდვის და საქართველოს მიმართ მსგავსი მოპყრობის შესაძლებლობა. სტალინი ხაზს უსვამს, რომ თურქეთთან ომი საქართველოში პოპულარულია, განსხვავებით ანტანტასთან ომისგან. აქედან გამომდინარე ის ასკვნის, ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო კომბინაციაა თურქეთის წარმოებული ომი საქართველოსთან, რაც საშუალებას მისცემს რუსეთს ჩაერიოს როგორც შუამავალი და გადამრჩენი. ეს ცივსისხლიანი გათვლა კიდევ ერთხელ ამხელს ბოლშევიკების ცინიკურ მიდგომას რეგიონალური კონფლიქტების მიმართ, რომელთა გამოყენებასაც საკუთარი იმპერიალისტური მიზნებისთვის ცდილობდნენ. მათთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არაფერს ნიშნავდა, მხოლოდ პოლიტიკური ვაჭრობის საგანი იყო. ბოლშევიკური რუსეთის მიერ რეგიონალური კონფლიქტების გამოყენების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია სტალინის 1920 წლის 28 ნოემბრის საიდუმლო დეპეშა სერგო ორჯონიკიძისადმი. ამ დეპეშაში სტალინი პირდაპირ მოითხოვს თურქეთის საქართველოს წინააღმდეგ მიქსევას, რათა შექმნას ხელსაყრელი საბაბი რუსეთის ჩარევისთვის. ის აძლევს ორჯონიკიძეს ინსტრუქციებს არ იჩქაროს, დაელოდოს დამატებით ძალებს და ხაზს უსვამს, რომ თურქეთთან დაშნაკების სომხური ნაციონალური პარტიის მაგივრად ბრძოლა არ არის საჭირო, მაგრამ არც ყველაფრის დათმობა შეიძლება. სტალინი ასევე აღნიშნავს, რომ თურქეთთან სომხეთის ალექსანდროპოლის, დღევანდელი გიუმრი, საკითხზე უნდა იმსჯელონ, თუმცა ყარსის საკითხი ჯერ ღია დატოვონ. ის ეჭვობს, რომ თურქები სომხეთში ანტანტის ნებართვით მოქმედებენ, ამიტომ მათი ნდობა არ შეიძლება. მთავარი მიზანი კი ასეთია: აუცილებელია თურქეთი მოუწყვიტოთ ანტანტას, საჭიროა თურქეთი მივუქციოთ საქართველოს და შევხედოთ, წავლენ თუ არა ისინი საქართველოს წინააღმდეგ. ამ დეპეშის დედანი მისი გაშიფრვის შემდეგ 1920 წლის 29 ნოემბრის დილას ბაქოში დაწვეს, რასაც მშიფრავის ხელმოწერაც ადასტურებს. ეს ფაქტი კიდევ უფრო ხაზს უსვამს დოკუმენტის საიდუმლოობასა და ბოლშევიკური რეჟიმის მცდელობას დაემალათ თავიანთი მზაკრული გეგმები. ტექსტიდან აშკარაა, რომ ბოლშევიკები არასდროს შეეგუებოდნენ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობასა და არ მოერიდებოდნენ თურქეთის გამოყენებას საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის, რაც მომდევნო თვეებში განვითარებულმა მოვლენებმაც დაადასტურა. 1921 წლის თებერვალში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა, რომელშიც მე-11 წითელი არმია მონაწილეობდა, სამხრეთიდან თურქული ჯარების მოქმედებებით გამწვავდა. ეს იყო რუსეთ-თურქეთს შორის ფარულად მიღწეული შეთანხმების ნაწილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიების გადანაწილებას ითვალისწინებდა. ეს მზაკრული გეგმა ბოლშევიკების უპირველესად კი იოსებ სტალინის გონებაში მომწიფდა და მისი ინსტრუქციებით ხორციელდებოდა. 1921 წლის 13 იანვარს სტალინის მიერ სერგო ორჯონიკიძისათვის გაგზავნილი საიდუმლო შიფრ დეპეშა ამას ცალსახად ადასტურებს. თქვენი შეკითხვის პასუხად გაცნობებთ, რადგანაც ჩვენ თურქეთთან სრული შეთანხმების გზაზე ვართ, ჩვენთვის ბათუმის, ახალქალაქისა და ახალციხის დატოვების საფუძველზე თურქეთთან სამხედრო შეჯახება გამოირიცხება. ყველა ეს ქალაქი, განსაკუთრებით კი ბათუმი, დაიკავეთ თურქებთან ერთად, თუ ეს დაპირისპირებას არ გამოიწვევს. მოიქეცით დიპლომატიურად, რეგულარულად მოგვაწოდეთ ინფორმაცია. ეს დეპეშა ნათლად აჩვენებს, თუ როგორ განიხილებოდა საქართველოს სუვერენული ტერიტორია, როგორც გაცვლის საგანი ორ დიდ სახელმწიფოს შორის, ყოველგვარი ქართული ინტერესის გაუთვალისწინებლად. ბოლშევიკებისთვის მთავარი საკუთარი იმპერიული ინტერესების დაკმაყოფილება იყო, რაც კავკასიაზე სრული კონტროლის დამყარებას გულისხმობდა.
რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობა ცდილობდა ოკუპაციისთვის მშვიდობიანი ან განმათავისუფლებელი ხასიათი მიენიჭებინა. ამის დასტურია 1921 წლის 15 თებერვალს ლენინის მიერ მე-11 არმიის მეთაურისთვის გაგზავნილი დაშიფრული დეპეშა. ლენინი კონკრეტულ დავალებას აძლევს მათ. შენიღბონ საქართველოს ოკუპაცია. მე-11 არმიის ოპერაციები ცეკას მიაჩნია ნეიტრალური ზონის აჯანყებულთა დასაცავად მიმდინარე დახმარებად. გაითვალისწინეთ ყველა საჯარო გამოსვლაში ამ ოპერაციის ეს პოლიტიკური შეფასება. ჩვენ ველით მე-11 არმიისგან ენერგიულ და სწრაფ მოქმედებებს ტფილისის ასაღებად, რაც სამხედრო თვალსაზრისით აუცილებელია ნეიტრალური ზონის დასაცავად. ეს ინსტრუქცია ნათლად მეტყველებს ბოლშევიკების პროპაგანდისტულ მანქანაზე, რომელიც აგრესიას და ტერიტორიულ პრეტენზიებს ძმური დახმარების საფარქვეშ მალავდა. სწორედ ამ აჯანყების დაცვის საბაბით შემოიჭრა წითელი არმია საქართველოს ტერიტორიაზე, რაც შემდეგში საქართველოს გასაბჭოებად მოინათლა. ეს იყო ტიპური ტაქტიკა, რომელსაც საბჭოთა რუსეთი იყენებდა მეზობელი სახელმწიფოების დასაპყრობად. სტალინი, როგორც ქართული წარმოშობის ბოლშევიკი ლიდერი, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას და ცდილობდა მის გამოყენებას. 1921 წლის 17 თებერვალს ორჯონიკიძისადმი გაგზავნილ დეპეშაში ის ნოე ჟორდანიას მთავრობის შეცდომებზე საუბრობს და ირონიულად აღნიშნავს: ჟორდანიას შეცდომა, მისი მთავრობა შედგენილი იყო თითქმის სულ გურულებისაგან, რის გამოც იგი არ სარგებლობდა აღმოსავლეთ საქართველოს თანაგრძნობით, ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ. ეს კომენტარი არა მხოლოდ ჟორდანიას მთავრობის დისკრედიტაციის მცდელობა იყო, არამედ ბოლშევიკების სურვილსაც აჩვენებდა. გამოეყენებინათ საქართველოს შიდა რეგიონალური დაყოფა და ეთნიკური სხვაობები საკუთარი მიზნებისთვის, რათა შემდგომში შეექმნათ უფრო ფართო სოციალური ბაზა მათი რეჟიმისთვის და განემტკიცებინათ კონკრეტულ ქვეყანაზე. საქართველოს ტერიტორიების გადანაწილების საკითხი მუდმივად იდგა ბოლშევიკების დღის წესრიგში. 1921 წლის 19 მარტს თბილისში, უკვე ოკუპირებულ ქალაქში, სტალინი სერგო ორჯონიკიძეს უგზავნის დეპეშას, რომელიც კვლავ ამ მტკივნეულ თემას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთთან უკვე გაფართოებული ხელშეკრულების მიხედვით ბათუმი საქართველოს უნდა დარჩენილიყო, სტალინი ინსტრუქციას იძლევა. უნდა შევძლოთ თურქების ბათუმიდან გაყრა და შემდეგ კი ეს როგორც გაუგებრობა, ისე ავხსნათ. ინიციატივა თავის თავზე უნდა აიღონ მეთაურებმა. მათ საქართველოს მთავრობა უნდა დაეხმაროს, მაგრამ ჩრდილში უნდა დარჩეს. ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ბოლშევიკური რუსეთის მუდმივ მზადყოფნას მოქმედებდეს საერთაშორისო შეთანხმებების საწინააღმდეგოდ და გამოიყენოს მოტყუების ტაქტიკა. ქართული ანდაზა გვასწავლის: ხემ თქვა ცული მერას დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო. ეს სიტყვები ზუსტად აღწერს 1921 წლის თებერვალში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც საქართველოს ოკუპაცია და შემდგომში ანექსია გარკვეულწილად ქართველების ხელითაც მოხდა, რაც კიდევ უფრო მწარეს ხდის ამ ისტორიულ ტრაგედიას. ზემოთ მოყვანილი უტყუარი საარქივო დოკუმენტები, ისევე როგორც სხვა მრავალი ისტორიული წყარო ცხადყოფს ბოლშევიკური რუსეთის მიზანმიმართულ და დაუნდობელ პოლიტიკას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ, მიუხედავად მისი მოკლე არსებობისა, მძიმე გეოპოლიტიკურ პირობებში იბრძოლა თავისი დამოუკიდებლობისთვის. ახალგაზრდა ქართულ დემოკრატიას, რომელიც ძლივს იდგამდა ფეხს, უწევდა წინააღმდეგობა გაეწია ერთი მხრივ ბოლშევიკური რუსეთის ურდოებისთვის, მეორე მხრივ კი ქემალისტური თურქეთის გაძლიერებული ამბიციებისთვის. ამას ემატებოდა ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების პრაგმატულ ეგოისტური პოლიტიკა, რომელიც ხშირად იგნორირებას უკეთებდა მცირე ერების ბედს და ბოლშევიკების მიერ მოხერხებულად წარმოებული პოლიტიკური თამაშები ყოველივე ამან სამწუხაროდ საქართველოს ბედი გადაწყვიტა.
ამ ისტორიული დოკუმენტებისა და მემუარული ლიტერატურის გულდასმით შესწავლის შემდეგ ცხადი ხდება ის რთული და მრავალმხრივი გეოპოლიტიკური ჭადრაკი, რომელშიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას უწევდა არსებობა და მოქმედება. მათი თავდადება არ იყო უბრალოდ მუშაობა. ეს იყო ყოველდღიური, თავგანწირული ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის. ეს ბრძოლა მიმდინარეობდა როგორც ხილულ, ისე უხილავ მტერთან, ფრონტის ხაზზე, ასევე დიპლომატიურ ფრონტებზე, ტფილისში, პარიზში, ბერლინში, ლონდონში და პარადოქსულად თავად მოსკოვშიც კი, სადაც ქართველი ბოლშევიკები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში. ამ ტრაგიკულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მცირე სახელმწიფოების ბედი ხშირად დიდ სახელმწიფოებს შორის არსებულ ინტერესთა კონფლიქტზეა დამოკიდებული. ხოლო ეგრეთ წოდებული ძმური დახმარება შესაძლოა კვლავ ანექსიის მომასწავებელი იყოს. 100 წელზე მეტი გავიდა ამ მოვლენებიდან, თუმცა დღევანდელ მსოფლიო ვითარებასთან მრავალი მსგავსი პოვნაა შესაძლებელი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ისტორიის გაკვეთილების გააზრებისა და მუდმივი სიფხიზლის მნიშვნელობას ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში. დაგვიწერეთ თქვენი აზრი ამ ამბებთან დაკავშირებით. გამოიწერეთ კარდუს არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოს.